ესე იგი, წინა ვიდეოში ჩვენ გამოვიყვანეთ გადაადგილების და შესაბამისად სხეულის საბოლოო მდებარეობის გამოსაცვლელი ორი ფორმულა, რომლებსაც ახლა გამოვიყენებთ ამოცანებში. ერთ-ერთი ამოცანა ასე გამოიყურება. 18 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა სიჩქარის მომატება დაიწყო. გამოთვალე რა მანძილს გაივლის 20 წამში ავტომობილი, თუ ავტომობილის აჩქარება 0.5 მეტრ/კვადრატია. ამოცანაში წერია აჩქარების მოდული 0.5 მეტრ/კვადრატია, თუმცა აქ არის რაღაცა ესეთი სიტყვები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ხო? მძღოლმა სიჩქარის მომატება დაიწყო, ესე იგი აჩქარება დადებითი რიცხვი უნდა იყოს და ამიტომ აღარ მოუწერი აჩქარების მოდული და დავწერე პირდაპირ 0.5, ხო? თუ ეწერებოდა ავტომობილის შენელებამ დამოხრუჭება დაიწყო, მაშინ -0.5-ს ამოვწერდი, იმიტომ რომ უარყოფითი აჩქარება შენელებას ნიშნავს, ხო? რაღაცა ნელდება, ანუ მისი სიჩქარე იკლებს. მოდი ვიფიქროთ ახლა ამ ამოცანაზე, ჩვენ ვეძებთ რა მანძილს გაივლის, ანუ S ვეძებთ, ხო? ესე იგი, ჯერ დავიცით 18 კმ/სთ ვიცით, ანუ სიჩქარე ვიცით, V0, ხო, V-საწყისის ნაცვლად V0 ვწეროთ ხოლმე, საწყისის სიჩქარე არის 18 კმ/სთ, აქვე გადავიყვან, ეს უდრის 18 უნდა გავამრავლო 15-ზე, 18-ები წავიდა და დარჩა 5, ხო? ესე იგი, ეს არის 5 მეტრ/წამი. ვიცით კიდე დრო 20 წამის შემდეგ, ანუ T არის 20 წამი, წამის სისტემაშია და აღარ გვინდა გადაყვანა და აჩქარება ვიცით, ეს არის 0.5 მეტრ/კვადრატ. და ვეძებთ რას? გადაადგილებას, ანუ S. ჩვენ ფორმულა გვაქვს, S-ის გამოსაცვლელი. აი ზემოთ გვიწერია კიდეც, აქ დავწერე სპეციალურად, დავტყვე, რომ კარგად დაგვენახა. S-ი ეს არის V0T პლუს AT² ნახევარი და შევიტანოთ, მოდი აქ არ გვინდა შეტანა, ცალკე დავწერთ. V0 არის ჩვენთან 5, უნდა გავამრავლოთ T-ზე, შესაბამისად 20-ზე და ამას ვუმატებთ, ქვემოთ 2 გვაქვს, აჩქარება 0.5-ია და T² არის 20-ის კვადრატი, ხო? 0.5 გამრავლებული 20-ის კვადრატს მოდი დავწერ პირდაპირ 400, ანუ მარტივია. ახლა დავითვლი ამას, ეს უდრის 5-20 100-ია, პლუს ესე იგი 0.5 არის 0.5 გამრავლებული 400-ზე არის 200, ხო? 0.5 იგივე 1/2-დია და იგივე 0.5 ჯერ 400 ნიშნავს 400-ის ნახევარს, იმიტომ რომ 0.5 ნახევარია. ეს არის 200 ზემოთ 200 რო 2-ზე გაყო არის 100. 100 პლუს 100 და უდრის 200 მეტრს. ანუ აი ამ მოცემულობით როცა 18 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და იწყებს აჩქარებას 0.5 მეტრ/კვადრატით. ანუ მისი სიჩქარე ყოველ წამში 0.5 მეტრ/წამით იზრდება, ასეთ პირობებში ავტომობილი 20 წამში გაივლის 200 მეტრს. აი ამ ფორმულის გარეშე საკმაოდ არაშეუძლებელი, რა თქმა უნდა, თუმცა ბევრად უფრო რთული იქნებოდა ამ ამოცანის ამოხსნა, ხო? ამ ტიპის ამოცანებს აშკარად ამ ტიპის ამოცანების ამოხსნა წესით არ უნდა გაგვიჭირდეს, ხო? იმიტომ რომ პირდაპირ გვაქვს მოცემული რაღაცები და ცოტა მათემატიკა გვინდა მე რომ ამ ფორმულებში შევიტანოთ და ამოვხსნათ. ახლა წავშლი ამას და განსხვავებული ამოცანა გავაკეთოთ, სადაც აჩქარება არ გვეცოდინება და მისი პოვნა ჩვენ თვითონ მოგვიწევს, თუმცა ძალიან მარტივია. ფიზიკაში კარგი არის ის, რომ თუ მე ფორმულები ვიცი, აუცილებელი არ არის, რომ როგორც ახლა მოხდა, ხო? აუცილებელი არ არის კი არა და ხშირად ვერც მოხდება ესე, იმიტომ რომ ზედმეტად მარტივი მგონია ამის გაკეთება. თუ ფორმულები იცი, პრინციპში თუ ფორმულები არ იცი, მარტივი რანაირად არის, ხო? ხშირად იქნება, რომ ასე პირდაპირ V0T, აკი, ყველაფერი კი არ გეცოდინება, შენ რაღაცის პოვნა მოგიწევს. ეგეთი მაგალითი განვიხილოთ ახლა ჩვენ. დრო არ დავკარგოთ. აქვე მინდოდა გამემზადებინა წინასწარ, თუმცა ადგილი აღარ მქონდა და ახლა უბრალოდ წავიკითხავ და მხოლოდ რაღაცები ამოვიწეროთ. ესე იგი, 18 კმ/სთ სიჩქარით თანაბრად აჩქარებულ მოძრავი ავტომობილის სიჩქარის მოდული
10 წამის შემდეგ 36 კმ/სთ გახდა. ესე იგი 18 კმ/სთ მოძრავია, ხო? მე კარგად უნდა შემეძლოს, ჩვენ კარგად უნდა შეგვეძლოს გარჩევა, როდის საუბრობთ რომელია საწყისი, რომელია საბოლოო სიჩქარე, ხო? 18 კმ/სთ თუ მოძრაობდა, ესე იგი V0 ვიცით, ანუ V საწყისი. ეს არის 18 კმ/სთ. ნუ წეღანაც ესე წვი მქონდა, ამიტომ ეს მახსოვს რომ არის 15 წამი. აჩქარების მოდული 10 წამის შემდეგ არის, კაი აქ დავწერთ ეს ცოტა მოშორებით, რომ ბარემ საბოლოო სიჩქარეც აი აქ მივწერა. 10 წამის შემდეგ 36 კმ/სთ გახდა. ანუ საბოლოო სიჩქარე 36 კმ/სთ-ია. შესაბამისად, ნუ 18 თუ 5 იყო, 36 ორჯერ მეტია და 10 გამოვა, ხო, აღარ უნდა ამას გადაყვანა. 10 წამი ვიცით, გამოთვალე რა მანძილი გაიარა ამ დროს ავტომობილმა. ნუ ვეძებთ ეს. ისევ იგივე ფორმულას ვიყენებთ, კიდე ამოვწერ, მიუხედავად იმისა, რომ აქვე მიწერია V0 t პლუს უпростоრად, ხო, ამოვწეროთ შე at კვადრატ ნახევარი. ეხლა პრობლემა შეიძლება იფიქროთ თქვენ, რომ რანაირად უნდა ვიპოვო გადაადგილება, როცა აჩქარებაც არ ვიცი, ხო? ანუ V0 ვიცი, თქვათ, t ვიცი, მაგრამ აჩქარება არ ვიცი. ეს სულაც არ არის პრობლემა, იმიტომ რომ მე თუ ვიცი ფორმულა არ არის და აჩქარება მინდა მარტივი არის, რომ მე მგონი ამის ფორმულა, მისი გამოსათვალელი ფორმულა არც უნდა დაგვაუწყდეს. აჩქარება ეს არის სიჩქარის ცვლილების შეფარდება დროსთან, ხო? ანუ რაღაცა დროში როგორ შეიცვალა სიჩქარე. სიჩქარის ცვლილება ეს არის საბოლოოს მინუს საწყისი. ანუ აქეთ ცალკე დავწერ, აჩქარება ეს არის V საბოლოოს მინუს V საწყისი შეფარდებული t-სთან და აქვე დავითვლი, ეს არის საბოლოო არის 10 მინუს საწყისი 5 და შეფარდებული 10-თან. გამოვიდა 5/10, ანუ 0.5. აი აქ დავამატებ პრინციპში, რომ აჩქარება არის 0.5 მეტრი წამ კვადრატთან. და ამას წავშლი ახლა, აღარ მჭირდება. ხო, ანუ აჩქარება არ ვიცოდი, მაგრამ მე ვიპოვნე. წეგან რაზეც საუბრობდი, ხო? ყოველთვის ყველაფერი არ გვაქვს პირდაპირ მოცემული ამოცანებში, თუმცა რაღაცების პოვნა მე სხვა ფორმულებით შემიძლია და ხო, აჩქარებას თუ ვიპოვნე, ახლა რაღა უნდა? ზუსტად ისეთი ამოცანა გახდა, რაც წინა იყო, ხო, როგორიც წინა იყო. ესე იგი, S-ი უდრის V0 არის 5, გამრავლებული t-ზე, ანუ 10-ზე და ამას მოდი არ მომწონს ესე. ისევ ცისფრად გავაგრძელოთ. ესე იგი, S-ი უდრის V0 არის 5 გამრავლებული t-ზე, 10-ზე, ამას პლუს a არის 0.5 გამრავლებული t კვადრატი არის 10-ის კვადრატი, შესაბამისად 100. ეს უდრის 5-ჯერათი 50, 0.5 რო 100-ზე რომ გავამრავლოთ 100 არის 50. იმიტომ რომ 0.5 ნახევარია, ხო, 1/2-დია, 1/2 ჯერ 100 50-ია. და 50 კიდევ 2-ზე რო გავყოთ არის პლუს ეს მთლიანად გამოდის 25 და პასუხია 75. ნუ რადგან სისტემაში ვართ მეტრი, ხო? ესე იგი, S-ი უდრის 75 მეტრს. აი ამ ამოცანაში, ამ მოცემულობით გამოთვალე, რომ სხეული, ამ შემთხვევაში ავტომობილი 75 მეტრს გაივლის, სხვა მოდი ეს ერთი ამოცანა კიდე გავაკეთოთ, არ ვიცი, მეტია და ამ დიდი ვიდეო არ გამოდის. უბრალოდ განსხვავებულად დავსვათ საკითხი და მე მინდა გაჩვენოთ, რომ ამ შემთხვევაში არა უბრალოდ მარტივი, არამედ უფრო მეტად მარტივიც კი, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ესე იგი, ესე დავსვათ საკითხი. უძრავი ავტომობილი, ანუ გაჩერებული ავტომობილი 10 წამის განმავლობაში აჩქარდა, თქვათ, t როცა 10-ია, აჩქარდა ან აჩქარდაც არ მინდა. მოდი უფრო ესე დავსვათ საკითხი. 10 წამის შემდეგ უძრავი ავტომობილის სიჩქარე გახდა, ანუ საბოლოო სიჩქარე გახდა 54 კმ/სთ. თქვათ, ხო? კმ/სთ. და აი ამ ძალიან მწირი ინფორმაციით ხარაფერი მაკლია, არა. მე მინდა ვიპოვნო გადაადგილება. ანუ თითქოს ძალიან ცოტა რაღაც ვიცი, ხო? და ვნახოთ თუ გამოგვივა. თუ არაფერი შემეშალა პირობის
დასმისას. ესე იგი, აი ფორმულა S უდრის V0T + AT კვადრატ ნახევარი. ეხლა T ვიცი, V0-იც არ ვიცი, არც აჩქარება არ ვიცი, V0 ვიცი პრინციპში უძრავი რახან იყო, გასაგებია, ხო? V0 არის 0. აი ეგ დავწერ V0 0-ია, ხო? აი მომას მაინც მოვინიშნავ, რომ არ დამოვიცეს. ესე იგი აჩქარება არ ვიცი, მაგრამ აჩქარებას დავითვლი. ეხლა აჩქარებით დათვლისთვის მე საწყისი და საბოლოო სიჩქარები მჭირდება. საბოლოო არის 54, რომელიც არ გადავიყვანე და ანუ ეხლა ზეპირად ვიზამ მაგას, არის 15 მეტრწამი. 15-ს გამოვაკლოთ 0 და გავყოთ დროზე რამდენია დრო 10-ზე, ეს არის 15 მეთრი, ანუ 1.5. ეს არის აჩქარება და აქ მოვინიშნო. ეხლა გავაგზავნოთ S უდრის. ნახეთ რატო განვიხილავ ამ ტიპის ამოცანასაც. V0 რა არის აქ? V0 არის 0. 0 რო გავამრავლოთ T-ზე, ეს არის 0 და აი ეს ნაწილი საერთოდ გაქრება. ხო? აი ვიდეოს, წინა ვიდეოში სადაც ფორმულები გამოვიყვანე, ამაზე არ მისაუბრე. როცა ავტომობილი, გაჩერებული ავტომობილი როცა ჩქარდება, პირდაპირ ფორმულა ასეთი მრჩება: S უდრის AT კვადრატ ნახევარს. ხო? და ლოგიკურია. V0 მაგ დროს 0-ია, როცა უძრავ სხეულზე, ანუ გაჩერებულ სხეულზე ვიწყებთ საუბარს, ანუ გაჩერებულ სხეულზე, ანუ მაგალითად, ავტომობილი აჩქარდა, გაჩერებული ავტომობილი, ხო, რა ვიცი, ბურთი გაჩერებული იყო და რაღაცა მაგ მომენტიდან ვიწყებთ ათვლას, მაშინ აი ამ ფორმულას ვიყენებთ, ხო? და ახლა შევიტანოთ ნიშნულობები. აჩქარება 1.5-ია, T კვადრატი 100-ია, T 10-ია და მისი კვადრატი 100-ია და ქვემოთ გვაქვს უბრალოდ ორიანი, გამოვა 1.5 რო 100-ზე გავამრავლოთ 150-ია და გავყოთ, საინტერესოა ისევ 75 რომ მივიღეთ ესე შემთხვევით 75 მეტრს გაივლის ასეთ შემთხვევაში ჩვენი სხეული. მოდი აი აღარ მინდა ამ ფორმულის დამატება, უბრალოდ ისედაც გასაგებია, ხო? როცა სხეული თავიდან უძრავია, მაშინ ამ ფორმულას ვიყენებთ და როცა თავიდან რაღაც სიჩქარე აქვს, მაშინ აი ამ წითლად მონიშნულ ფორმულას.